აი მოვედით აქეთაც ეგრეთ წოდებულ შუშაბანკში. სადაც ასევე რაღაც პერიოდი ვიყავი, ისევე როგორც პრინციპში ყველა ოთახში სახლში, მაგრამ პოსტერებით მხოლოდ ის ოთახი პირველი, ბავშვობის ოთახი, რომელიც იჩვენეთ ისავავსე და ეს შუშაბანდი დანარჩენ ოთახებზე არ გადავსულ ვარ. მართალია მაქვს კიდევ უჯრაში ჩაწყობილი პოსტერები, საკმაო ხანია სხვათა შორის რამდენიმე წელი აღარ გამიკრავს. მაგრამ ყველა ოთახზე აღარ გადავედი, ეს შუშაბანდი მეორე ოთახი, როგორც გითხარით, აი აქ იყო ფრანჩესკო ტოტის პოსტერი, რომელიც გაქრა, იმიტომ რომ შემდეგ აქ სხვადასხვა გადანაცვლებები მოხდა, იგივე მაცივარი აქეთ დაიდგა, ეს სარკე, ეს სარკე ფარავს რამდენიმე ძალიან კარგ პოსტერს, მათ შორის ტურინის იუვენტუსის პოსტერია და არა მარტო, რა თქმა უნდა, სხვადასხვა ნაკრებები, ფეხბურთელები და ამას აუცილებლად ახლო მომავალში მოუვლის, იზარმასის ამბავია, ის პოსტერები ასე არ უნდა იჩაგრებოდეს. საფრანგეთის ნაკრები, ჯიბილსისე, ვინ აღარ არის ერთი სიტყვით აქ, შევჩენკოს მოკრავდით თვალს, ზინედინ ზიდანი და რონალდინიო ერთად, კიდევ ერთი ბრაზილიური წყვილი, ეს ავად საფრთხენებელი მომენტი, ზიდანის თავური მატერაცის მისამართით, პირადად ჩემთვის დიდი აღსანიშნავი და საამაყო ვერაფერი, მე ზიდანს სულ სხვა მიღწევების გამოვცემ პატივს, მაგრამ ქართველებს რატომღაც მის კარიერაში ყველაზე მეტად ეს გონიათ წარმატებული საქციელი. შემდეგ ნედვედი, მართლაც ძალიან კარგი, მაგრამ ტრაგიკული მოთამაშე ბოლომდე თითქმის ვერცერთი საქმე ვერ მიიყვანა. ლეო მესი მაშინ სულ პატარა იყო და ჯერ კიდევ ასეთი ძება არ იყო მის თავს, ზემოთ პაულო მალდინი ჩანს, ალან შირერი და პოლ სკოულზი, ორი შესანიშნავი ფეხბურთელი, მადრიდის რეალი, აი ეს ძალიან კარგი ოთხეული, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, მართლაც საუცხოო მოთამაშე, ალექს დელ პიერო ლეგენდა, ჯიჯი ბუფონი და პაվել ნედვედი. აქეთაც ჩამოვედით პორტუს შესანიშნავი გუნდი, ძალიან დასაფასებელი პირადად ჩემთვის. ჩელსის კიდევ ერთი ფორმაცია, შემდეგ ბეკჰემი, ფიგურაული, ალექს დელ პიეროს კიდევ ერთი პოსტერი, დევიდ ბეკჰემი და ასე შემდეგ. პეტრ ჩეხი რასაკვირველია იმსახურებს ის აქ ყოფნას, მიხაელ ბალაკი, ფერნანდო იერო, რუსლან ნისტელროი, კიდევ ერთი შევჩენკო, აი აქეთ ნაწილში შევჩენკო ჭარბობს, 3-4 პოსტერია მისი და კულმინაციური მონაკვეთიც, რომელიც აი ესე დეტალურად უნდა განვიხილოთ ჩვენ, ჯერ შორი ხედი ვიხილოთ, აი ეს მონაკვეთი, აი ეს რომ მოვჭრათ, ასე აქედან აი ასე, სულ იტალიას ეძღვნება, რა თქმა უნდა, იტალიურ კლუბებს, ეს მილანის საათმა არ დაგაბნიოთ, თავის დროზე ჩემ ყოფილ სოლს პაჩუკე და შესაბამისად დავკიდე საპატივცემოთ იუვენტუსის საათით შეიძლება, რა თქმა უნდა, ძველი ლოგოთი იყო, მსგავსი საათი და ძველი ლოგოთი არ მინდოდა, არადანეტა მეყიდა თავის დროზე, ორივე მექნებოდა, ახლა ახალი ლოგოთი უნდა შევიძინო, ალესანდრო დელ პიერო, შემდეგ აქეთ არიან უკვე ტურინის იუვენტუსი, მილანი, კიდევ ერთი ტურინის იუვენტუსი, ძალიან კარგი გუნდი, რომელიც 2003 წელს ნამდვილად იმსახურებდა ლიგის ტიტულს მილანთან ფინალში, ყველაზე რთულად, სწორედ ეს მარტზე გადავიტანე. პირადად რაც მახსოვს, ფეხბურთს უყურებ, ძალიან გამიჭირდა, რადგან მართლაც იმსახურებდა ეს გუნდი მაშინ ლიგის მოგებას, ნედვედს დაუთხარით ჩვენ, იმ უაზროდ მიღებული გაფრთხილების გამო. დელ პიერო, იტალიის საჩემპიონო ნაკრები, ასევე ბრწყინვალე ნაკრები, რომელიც დამსახურებულად გახდა კიდეც 2006 წელს მსოფლიოს ჩემპიონი. ეს უკვე ძველი იტალიაა, ძველი სახეები, სამწუხაროდ აქ კარგად არ ჩანს, თორემ გაჩვენებდით კიდევ უფრო ახლოს და ჩამოყვებოდით სათითაოდ ყველას, ხარისხი არ გვიწყობს ხელს, ეს შესანიშნავი ნაკრები გუნდი ტურინის იუვენტუსისა, ისი ბონეკებით, პლატინით, მაშინდელი ტრიუმფატორი, ეს გაზეტა დელო სპორტის სურათია სპეციალური, ილო ბაბუნაშვილმა ასევე საპატივცემულო პიროვნებამ მაჩუკა მე და სამწუხაროდ ვერ მოექცნენ აქ ყოფის სტუმრები ერთხელ, ვთქვათ, კარგად, მცირე ახეულია პროვოკატი, მცირე დიდ, შემდეგ დავაწებე, მაგრამ მაინც სამწუხაროა, შემდეგ ვიშოვი ალბათ ახალს. რა ხდება ზემოთ კიდევ ერთი იტალია, არის რობერტო ბაჯო და ალექს დელ პიერო ერთმანეთის გვერდიგვერდ,
კიდევ ერთი რობერტო ბაჯო, საოცარი მოთამაშე, მართლაც მაგიური ფეხბურთელი. არის ჯიჯი ბუფონი, არის აქ სპეციალური იუვენტუსი, ჯერ კიდევ ძველი ლოგოთი, არის იტალია, ჯანფრანკო ზოლას ვხედავთ, პაულო მალდინის ლიგის თასით, ალექს დელ პიერო, ფრანჩესკო ტოტიც მოვათავსეთ, რა თქმა უნდა, ეკუთვნის, მიუხედავად იმისა, რომ დიდი სიყვარული მისდამი არ მაქვს, ნამდვილად ვაფასებ ამ ფეხბურთელს. პიპო ინძაკი, ალესანდრო დელ პიერო და რობი ბაჯო ისევ გვერდიგვერდ არიან, აქ უკვე ტოტი და ალექს დელ პიერო არიან გვერდიგვერდ, ინძაკი და ვიერი, ძალიან საყვარელი პოსტერი არ ჩანს კარგად, ეხლა ზემოთ ერთად ხედავთ. არის ვინჩენცო მონტელა და ალესანდრო დელ პიერო, იყო პერიოდი, როცა ერთად ათამაშეს ისინი იტალიის თავდასხმაში და ძალიან კარგი წყვილი გამოვიდა, მაგრამ სამწუხაროდ მწვრთნელების ამოჩენებების გამო ხშირად არ ხდება ხოლმე სწორი არჩევანის გაკეთება, იგივე ბაჯო დელ პიეროს ერთად არ დაყენება არის ალბათ 90-იანი წლების ერთ-ერთი მთავარი დანაშაული ფეხბურთის წინაშე და კომაგის წინაშე. ბევრი ცუდი რამ გამოიწვია ამან, როგორც იცით, ეს იუვენტუსის კაშნე, რომელიც ასკიდია და იტალიის ასევე ძალიან კარგი კაშნე. ასე არის ჩამოკიდებული, იქით არის უკვე კანავარო, არის მილანი და ძალიან დიდი პოსტერი უბრალოდ დახატული დროშა ჩემს მიერ იტალიისა და საქართველოსი, ისევ ჩემი ნაჯღაბნია ეს ყველაფერი, აქ შესანიშნავი წყვილი ნესტა კანავარო, ცველებისა. უფრო კარგად რომ გამოვაჩინოთ ყველაფერი, მივიდეთ ახლოს. ესეთი იტალიის ნაკრები გვაქვს, ესეთ ძველი ნაკრებია, არა ის რომელმაც ჩემპიონატი მოიგო, ნახეთ რა სახეები არიან აქ. დემეტრიო ალბერტინი, ჯანფრანკო ზოლა, საუცხოო ახალგაზრდა კანავარო, ანჯელო დილივიო, ჩირო ფერარა, ალესანდრო კოსტაკურტა, რობერტო დიმატეო, ნამდვილად საოცარი ფეხბურთელი იყო, აი სულ რომ ჩამოყვეთ, ანჯელო დილივიო, ტონიო ბენარივო, ფაბიო კანავარო, დემეტრიო ალბერტინი, ჯანფრანკო ზოლა, შემდეგ ზემოთ არიან უკვე ალესანდრო კოსტაკურტა, ჩირო ფერარა, იერლუიჯი კაზირაგი, რობერტო დიმატეო, ანჯელო პერუცი და დინო ბაჯო. 90-იანი წლების ეს კიდევ მხოლოდ მცირე ნაწილია, 90-იანი წლების იტალიას ტიტული რომ არ აქვს, ეს ნამდვილად რაღაც ძალიან ცუდი რამაა, აი ასეთი მოთამაშეები პლუს რობი ბაჯო, რომელი ერთი ბარეზი, რომელი ერთი გავიხსენოთ მალდინი, ამ მოთამაშეებს არ აქვთ არც ერთი დიდი ტიტული, მხოლოდ ფინალს დაარჩევდნენ ისინი. 2006 წელს სხვებმა ახალგაზრდებმა კი მოიგეს, მაგრამ ეს და რიგით აი ამ ლეგენდებსაც უნდა ჰქონდეთ ტიტული, არა უშავს ხდება ფეხბურთში მსგავსი უსამართლობები. პაულო ხერმან კამორანეზის დიდი პოსტერი, იუვენტუსის სპეციალური ჟურნალიდან არის ეს პოსტერი. ესეც ჩემს მიერ შექმნილი, დახატული დროშები. თავის საქმეს აკეთებენ და მეტზე პრეტენზია არც გვაქვს. ეს კიდევ ერთხელ ამ კუთხესაც გადავხედოთ, ალექს დელ პიერო, ბევრი პოსტერია დელ პიეროსი, მილანის ძალიან დიდი პოსტერი, ასევე სპეციალური პოსტერია ეს, ჟურნალიდან ამოღებული, ტურინის იუვენტუსი, იტალიის ნაკრები და ასევე ტურინის იუვენტუსი, ძალიან კარგი სახეებით, შემდეგ იმ ადგილსაც მივუახლოვდეთ ჩვენ. და აქ ახლა ნახოთ აი ეს ბრელოკები, კიდევ რამდენიმე აკლია და სამწუხაროდ ორი ბრელოკი დავკარგე. ეს იუვენტუსის ნაწილია, ერთი ძალი კიდევ იქით მაქვს და იმასაც ვიხილავთ ჩვენ. ეს უკვე იტალიის დელ პიეროს 7 ნომრიანი მაისურა ჯერ კიდევ იტალიის ბრელოკები სამწუხაროდ ცუდად ჩანს. მაგრამ შეიძლება დანახვა. ესეთი მდგომარეობაა ბრელოკების თვალსაზრისით, როგორც გითხარით, ორი ცალი სამწუხაროდ დავკარგე, განსაკუთრებით ერთი იყო კარგი, ცხოვეთიდან ჩამოტანილი იუვენტუსის ბრელოკი და მივტირი დღემდე. არა უშავს აღვიდგენ იმასაც, ვიყიდი სადმე როგორმე დავიბრუნებ და კიდევ ახლებსაც დავამატებ, ერთი სიტყვით ეს გამორჩეული კუთხეა, თუმცა არც ეს არის ახლა ჩემი ოთახი, მაგრამ
სიამოვნებით გამოდივარ ხოლმე, აქ პატარა არეულობაა, მაგრამ არაუშავს. ბევრი მეგობარი ხუმრობს კიდეც რომ სალოცავს ეძახიან ამ ადგილს. წმინდა ადგილია, ნამდვილად, ფორცა იტალია. აი ასე, ესეც მეორე ნაწილი, შემდეგი ნაწილი დავასრულოთ. აქეთა ტერიტორიისა და მესამე ნაწილი მე მგონი უკვე და არა მეორე, ორი უკვე ვიხილეთ, გადავიღეთ იქითა ოთახში და მივიდეთ ჩვენ მთავარ პოსტერამდე, რომელიც პირველი გაიკრა საერთოდ ამ სახლში, ჩემს მიერ.